გამარჯობა დავით. ელემენტი ჯდება მალეო. და რას ვუშველი სად შეიძლება რომ შევაკეთო. ხო, ამითი ამ საკითხზე ვერაფერ დადებითს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ ამაზე ვილაპარაკ კიდევ რამდენიმე ვიდეოში მე მგონი რომ არ ემონტებენ ჩვენთან ვეიპებს. იმიტომ რომ არ ვიღებთ რა ვეიპი ისეაც იაფიღებს და იმის რემონტი კაპიკები უნდა ღირდეს ხო და კაპიკებად არავინ არ შეიწუხებს თავს. როცა შეუძლია იმ სპეციალისტს სხვა დაუშვათ მობილურებზე იმუშაოს და იმავე დროში დაუშვათ 10 ჯერ მეტი შემოსავალი ქონდეს ხო? ჩვენ ხო არ დავაძალებთ იმას რომ გინდათ ვერა ჩემსაც მიხედე და კაპიკს გადაგიხდიო. არა დავით. შენ რა უნდა გადაუხადო ხა 100 ლარს ხო არ გადაუხდი 100 ლარის სულ ღირს ხო? და 100 ლარს ხო არ გადაუხდია რა ხელოსანს. წახვალ და ახალს იყიდი. ამაშია საქმე. შენ გადაუხდი დაუშვათ შენ რა ნებისმიერი მოხარებე თუ გაუფუჭდა 100 ლარიანი მოწყობილობა გადაუხდის დაუშვათ რაღაცა სასწრაფო თუჭი 20-30 ლარი და 20-30 ლარი იმ ადამიანს არ უღირს, იმიტომ რომ ამაზე იმდენივე დრო უნდა დახარჯოს, რამდენიც დაუშვათ გაარემონტებდა მობილურ ტელეფონს და აიღებდა იმაში 150 ლარს. და ვერ დააძალებ ხო? ამიტომ იმათ არ უღირთ ამის გაკეთება და პრინციპში არ ზღირს ხო? თუ გაფუჭდა ერთხელ გაფუჭდება მეათედაც. მაგრამ აქ შენ ლაპარაკი გაქვს აკუმულატორზე. ანუ აკუმულატორი იყო ჩაშენებული როგორც ჩანს. არსებობს ჩაშენებული აკუმულატორი და არსებობს მოდები, რომელსაც აკუმულატორი ეცვლება. ხო. თორე რო ეცვლებოდეს აკუმულატორს გამოსვლიდი. ამ შემთხვევაში ისე მე ნათქვამი მაქვს, რომელიღაცავით კარგი იქნებოდა თუ თქვენ დაუშვათ ჩემ ვიდეოებს უყურებდეთ რა. აი ეს კარგი იქნებოდა და აი ესე გამეორება არ მჭირდებოდა ეს. როგორც ამ შემთხვევაში. ამაზე მე ნათქვამი მაქვს, მოწყობილობა ჩაშენებული აკუმულატორით არის დამწყებისთვის, რომ იმან პირველი პერიოდი რაღაცა, მოკლე პერიოდი დაუშვათ პოდის მერე, აი პოდებს აქვთ ჩაშენებული აკუმულატორები, ხო? რაღაცა მოკლე პერიოდი მოიხმაროს და всё მორჩა. მერე იმას აღარ ხმარობს, იმიტომ რომ ეს მოწყობილობები არის გათვლილი რამოდენიმე თვეზე. რამოდენიმე თვე ის აკუმულატორები გაძლევს. მაგრამ მერე უკვე აი ყოველ შემთხვევაში აი მაქსიმალურად შეიძლება გაძლოს ეს არის 1 წელი. 1 წლის მერე უნდა გადააგდო, იმიტომ რომ ვერ გაარემონტებ, ახალ აკუმულატორს ვერ ჩადებ, ვერ შეცვლი ამ აკუმულატორს, აკუმულატორი თუ არ მუშაობს, მოწყობილობა არ მუშაობს და უნდა გადააგდო, ხო? და ამ შემთხვევაში როდესაც აკუმულატორი ეცვლება. ამ შემთხვევაში ხმარობ რამოდენიმე წლის მანძილზე, ნუ რა თქმა უნდა თუ მოწყობილობა ვარ გაქვს. აგერ ეს მოწყობილობა მაქვს მე-3 წელია უკვე მე მგონი, ეს მე-4 წელია ალბათ მაქვს და აი ესე შემდეგ. არსებობს რა თქმა უნდა ესეთი მოდებიც, რომელსაც აკუმულატორი ეცვლება, ძალიან დაბალი ხარისხის მოდებია. რომლებიც 1 წელში ზიანდება, 1 წელში ფუჭდება, შეიძლება ნაკლებშიც გაფუჭდეს, მაგრამ ეს არის ძალიან დაბალი ხარისხის მოწყობილობები. ძირითადად ძლებს მოდები 2-3 წელი. ნუ თუ ძვირიანი მოდებია, მაშინ ის ძლებს 4, 5, 6, 7, მე მაქვს 1 მოდი 7 წლის. ნუ რო დავიწყე ვეიპინგი მაშინ პირველივე ვერ ვიყიდე მაღალი ხარისხის, პირველი თუ არ ვცდები
ესეც სერიოზული მოდი იყო Joytech-ის და არ ვცდები Joytech-ის მოდი იყო რომელიც გაფუჭდა რამოდენიმე თვეში იაფიც არ ღირდა, ნუ ჩვენთან ვიყიდე. იაფი არ ღირდა, ნამდვილად არ ღირდა იაფი. მაგრამ აი ესე გაფუჭდა რამოდენიმე თვეში. იმიტომ რომ Joytech-ი არ იყო ის ფირმა, რომლის პროდუქციას რამოდენიმე წელი გაძლებდა და გაგვხვებოდა. ეხლაც არის ის ბრენდები, რომლებიც აწარმოებენ ისეთ მოწყობილობებს, რომლებიც მალე ფუჭდება. არის ბრენდები, რომლებიც აწარმოებენ მოწყობილობებს, რომლებიც დიდი ხანი ძლებს. მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ, ჩაშენებული აკუმულატორი როცა აქვს მოძს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დაჯდა აკუმულატორი, ჩვენ ამ მოძს ვეღარ ვიხმართ. უნდა დავდოთ დასატენად. და როდესაც ჩაშენებული არ არის აკუმულატორი, ხო? ჩვენ შეგვიძლია ეს დამჯდარი აკუმულატორი ამოვიღოთ და ჩავდოთ შიგნით. დამუხტული აკუმულატორი, მოვიხმაროთ, მოდი ისევ გავაგრძელოთ და ეს დამჯდარი აკუმულატორი განმუხტული, ანუ ჩავდოთ დასამუხტ მოწყობილობაში, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ყველა ვეიპერს და თქვენ მოდებში არ უნდა ტენიდეთ აკუმულატორებს. აკუმულატორი იტენება, ჩვენ კიდე მოდს ვხმარობთ. მე მგონი გასაგებად ახსენე და თუ რამე შეკითხვა გაქვს და მისვი.